შემდეგი სასახლე ერთგვარი. ძალიან ლამაზია. მაგრამ ხანმოკლეა ძვირფასებო მისი კეკლუცი და სილამაზე. მიხდით? ის წვეთს თავის დამოუკიდებლობას, როგორც კი ამ დიდი წვიმა მოვა, ამენ, ამ ტალღა აზვირთდება და გადაუვლის და ასე შემდეგ. და მინდა დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რომ რაზეც ვართ დამოკიდებული, არის კი ეს პარადიგმა თუ დროებითია, იმიტომ თუ დროებითია და შენ დროებით ხარ დამოკიდებული. მალე დამთავრდება. შენ არ შეგეკითხება ისე, როდის დამთავრდება. და რომ შეწყვიტო დამოკიდებულება და იყო დამოკიდებული ამ ყველაფერზე. ჰალელუია! ამიტომ გვაფრთხილებს უფლის სული გალატელების მეხუთე თავში და მოდით დავიწყოთ აქედან ეს დღევანდელი სწავლება ძვირფასებო. თავისუფლებისთვის გაგვა თავისუფლა ქრისტებმა ჟიდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს. პავლე მოციქული გალატელების მეხუთე თავს ასე იწყებს ძვირფასებო. ჩვენ გაგვა თავისუფლა იესომ, თქვენ იესომ გამათავისუფლა. არა იმიტომ რომ მე აკეთო რაც გინდა, როგორც გინდა, შენი ჭკუით, ვიღაცას ჭკუით, ხალხის ჭკუით, ტრადიციის ჭკუით, თუ გინდათ მეფის ჭკუით, რომელიც გადახრისკენ გიბიძგებს ბიბლიის. ეს უკვე არ ნიშნავს იმას, რომ შეთავისუფალი ხარ. ესმეთ, თავრდება შენი თავისუფლება იქ, სადაც შენ ვიღაცას ყავხარ, ესე ვთქვათ, ამ უხილავი თოკით დაბმული და მისი ჭკუით გატარებს. მაგან თავისუფლა უფალმა და აღარ ჩავარდეო ისე უკმობაში. ნახეთ, იცი, ვინმეს ბრალი კი არ არის ადამიანი დღეს თუ რაიმეს და ვინმეს მონობაშია. და ვიცით, ბევრი არის სხვადასხვა რაღაც მონობაში, ძვირფასებო, შეიძლება ეს წვრილმანია, პატარაა, შეუმჩნეველია, მაგრამ თუ არ მიხედავ მას, სერიოზულად დამოკიდებული გახდები მასზე და ვეღარ განთავისუფლდები მაშინ, როდესაც იქნება ამისი საჭიროება. მე არ ვსაუბრობ ეხლა ნარკოტიკზე, ნიკოტინზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, წვრილმანები. მიხდით, დღეს ქრისტიანი არა როგორ იყო ქრისტიანობა თვითონსებო. ხელ ჩაკიდებული, ერთად იყვნენ, ერთობაში იყვნენ. იმიტომ რომ დევნები იყო გარეთ. არა მხოლოდ ციხეში სვამდნენ და კლავდნენ ქრისტეს მოსწავლეებს. მასხრად იგდებდნენ, ლომებს უგდებდნენ, ოჯახებს აწიოკებდნენ და იატაკქვეშა შეკრებები მაინც ჰქონდათ, მაინც წვენით დადიოდნენ. დღეს გადაქცეულია ქრისტიანობა რა, ძვირფასებო, მიმბაძველობით. ვის უფრო კარგი აიფონი აქვს, იმაში უფრო მეტად იცქირებიან ვიდრე ბიბლიაში. გესმით? რატომ? სულ პატარა დროით დაიწყეს. და უკვე იმდენად არიან ჯაჭვები დაბმული, რომ აი ნებისმიერმა აწონეთ თქვენი ცხოვრება. რამდენ დროს უთმობთ ტელეფონს და ინტერნეტს და რამდენ დროს უთმობთ ბიბლიას. რამდენი დრო ხართ ტელევიზორთან, კომპიუტერთან, ინტერნეტთან და რამდენი ლოცვებში, სიტყვაში. და ამ ყველაფერს დამოკიდებულება ეწოდება. მოყვებით? მეთანხმებით ძვირფასებო. იმიტომ რომ გონს უნდა მოვიდეთ ღმერთი ვაფრთხილებს. ამენ. უნდა ვისწავლოთ. ღმერთმა გაგვან თავისუფლა ეშმაკის დამოკიდებულებისაგან. რატომ? თავისუფალი რომ ვიყოთ კი არა. იმიტომ რომ ეს არის სახიფათო და საშიში დამღუპველი. რომ გავხდეთ დამოკიდებული ღმერთზე. და დღევანდელი ქადაგების სათაურიც ეს არის. დამოკიდებული ღმერთზე. ამენ. გახდით დამოკიდებული ღმერთზე. ვისზე ხარ დამოკიდებული? დაუსვი შენს თავს კითხვა. ყველა იტყვის, მინდა ღმერთზე ვიყო, რა თქმა უნდა ღმერთზე ვარ დამოკიდებული, როგორც დასაწყისში ვთქვი, მეგობრებო, გახსოვთ ხომ? იგავი ფარისევლისა და მებაჟის. მე იმას ჯობი ვარ, ვკითხულობ, ლოცულობ, ეკლესიის ერთგული ვარ, მეათეს ვიხდი, მარხულობ. არასოდეს არ აწონო, გაზომო
და შეადარო შენი სიწმინდე ვიღაცის ცოდვას. გესმით? და დღეს მინდა რომ დავინახოთ ყველა მეგობრებო. არა ის რომ რაღაც ვიღაც ერევა, დიახ ერევა ღმერთი შენ ცხოვრებაში. რომ აღარ იყო რაიმეზე და ვინმეზე დამოკიდებული გარდა ღმერთისა. გინდა ღმერთზე დამოკიდებული იყო. შენ შეგიძლია აქედან გახვიდე ღმერთზე დამოკიდებული. იმიტომ რომ ის გაძლევს თავისუფლებას, ის გაგანთავისუფლებს. ამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ აღმოჩნდები ცოდვის მონობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ აღმოჩნდები წყეულების მონობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ აღმოჩნდები ავადმყოფობის მონობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ აღმოჩნდები სიკვდილის მონობაში. ერთადერთი შანსი რომ ვიყოთ დამოკიდებული ღმერთზე. ჰალელუია. კიდე იყო ღმერთზე დამოკიდებული. მოდი მაშინ ყურადღებით მივყვეთ ძვირფასებო ამ მიმდინარეობას და მოცემულობას. ბიბლია გვასწავლის თუ რა მოაქვს ღმერთზე დამოკიდებულებას და ასევე რა მოაქვს ღმერთზე დამოუკიდებლობას, ღმერთისგან დამოუკიდებლობას. რასაც დღეს ესე ვთქვათ თავისუფლებას უწოდებენ. ყველაზე სახიფათო მომენტი ადამიანის ცხოვრებაში. ყველაზე სარისკო რომ დაეცეს და შესწოდოს. არის თავისუფლება ძვირფასებო. დაკავებული რო ხარ, არ გაქვს იმდენი დრო რომ აი მაგალითად მუშაო. ვერ შესწოდავ მაგ დროს. ეგრეა? კაცი თუ ციხეში ზის, ის ვერ შესწოდავს, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს და დამოკიდებული ცოდვაზე. მიხდით? როდის პირველი ცოდვა, როდესაც მოისვენა ყველაფერმა, მაშინ მოხდა. გესმით? ჰალელუია. როდის შესწოდა დავითმა, როცა არ წავიდა საბრძოლველად და ისვენებდა. როდის გაქვს შანსი შესწოდო, როცა მუშაობ, მაშინ იმდენი არა, როცა თავისუფალი ხარ. ამიტომ გაუფრთხილდი შენს თავისუფლებას, იმიტომ რომ თავისუფლება მოგცა უფალმა, თავისუფლებისთვის მოგცა და არა ისევ ეშმაკის მონობაში ჩავარდნისთვის. გებულობთ მეგობრებო. ჰალელუია. ბიბლია გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიყოთ განთავისუფლებული ამ არასწორებისგან. თავისუფალი იყო ადამი და ევა ძვირფასებო. მათ თავისუფლება ჰქონდათ, სერნობდნენ, ღმერთის თანდასწრებაში იყვნენ და მაშინ მოხდა მათი დაცემა. თავისუფალი იყო კაენი. ის არ იყო დაბმული, დატყვევებული, მას არ ზდევდა ვინმე რომ ეჭვის თვალის ვუყურებ ცოტა რაღაც, მე მგონი ცუდი რაღაც უნდა მოიმოქმედოსო. თავისუფლება არ უნდა გამოიყენო შენი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად, ის ღმერთის განსადიდებად უნდა გამოიყენო. და უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემს ღმერთი. ამენ? კიდე ღმერთმა მეტი თავისუფლება მოგცეს. რა არის ღმერთისგან მოძებული თავისუფლება? ეს არის სიცოცხლე, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის მარადისობა. ამენ? აი რას ეწოდება ნამდვილი თავისუფლება ძვირფასებო. კიდობნის კანდიდატები წერან გამოჩნდა ფირზე და მოდით ნახოთ ეს. თავისუფლები იყვნენ ისინი. რატო არ შევიდნენ კიდობაში ძვირფასებო? თავისუფლები იყვნენ, გებულობთ? რატო არ მოდის დღეს უფალთან ხალხი პირიქით მირბის? გაქცევასი აქვს თვალი. თუ რაიმე ისეთი არ მოეწონა უთხრეს. რატო მირბის იცით? მოტყუებული არიან, თავისუფლება არ არის აქ. გესმით? თითქმის 100%-ით. ყველა ეკლესიაში მთელი მსოფლიოს. იმიტომ ტოვებენ ეკლესიას. ეძებენ თავისუფლებას. აქ შეზღუდვებია, თხოვენ ბიბლია იკითხეო, თხოვენ ილოცეო, თხოვენ ეკლესიაში იარეო, თხოვენ საშინაო ეკლესიაში უჯრედზე იარეო, თხოვენ აპატიეო. არ არის თავისუფლება. იმას მიკრძალავენ, ამას მიკრძალავენ და არის ძვირფასებო თავისუფალი ეკლესიები. იქ შეიძლება.
ამიტომ იცი ეკლესიით არ განსაჯო დღეს ამოსის ისტორიაში ვარ ჩვენ გრაფიკით ძვირფასებო ღმერთმა შვეული დაუშვაო ესმეთ თარაზო ჩვენთვის ეს შვეული ბიბლია რასაც გიკრძალავს არ უნდა გააკეთო რომ იყო თავისუფალი ბიბლია რის ნებას ხრთავს და გთხოვს ის უნდა გააკეთო რომ იყო თავისუფალი რატო არ აკეთებს ადამიანი იმას რასაც ბიბლია ეუბნება მონად არ არის თავისუფალი მაგრამ გონია რომ თავისუფალია გებულობთ რატო აკეთებ იმას რასაც ბიბლია გეუბნება მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფლება გაქვს შეიძლება მინდა მაგრამ ვერ ვაკეთებ არ მინდა და მეტმასნება აქ გასარკვევია თავისუფლება ძვირფასებო რასაც გიქადაგებს ქადაგებელი ეკლესიაში ან რასაც ისმენ ან შენს ეკლესიაში შენი პასტორი არის ბიბლიის მიხედვით თუ ხარ თავისუფალი გააკეთებ თუ არ აკეთებ თუ ურჩი ხარ ესე იგი მონა ხარ და არ ხარ თავისუფალი ამიტომ გადახედე ამ ყველაფერს და მიაქცია ყურადღება ამენ საული ძვირფასებო თავისუფალი იყო და რა დღეში ჩაიგდო თავი მეფე იყო რა თქმა უნდა თავისუფალზე თავისუფალი იყო გებულობთ სამსონი რა თავისუფლება მიანიჭა უფალმა და რის მონობაში ჩავარდა და რის გამო ბოროდად გამოიყენა ეს თავისუფლება თავისი ხორცის სიამისთვის დემონსტრირებისთვის იმის თითქოს მისი იყო ეს ყველაფერი არადა ღმერთმა მისცა რასაც ღმერთი გაძლევს თუ ამის დემონსტრირებას ახდენ თავისუფალი არ ახარ ესმეს რასაც ღმერთი გაძლევს სხვას უნდა მოახმარო სხვისთვის და უფრო მეც მოგცემს ჰალელუია ქება და დიდება ჩვენს ღმერთს ამენ მათ ყველა დანარჩენს ვინც არ ჩამოვთვალეთ და შეგიძლია შენ მიუმატო ამ სიას არავინ არ ეხვეწებოდა რომ ყოფილიყო ღმერთზე დამოკიდებული ძვირფასებო არც აიძულებდნენ რომ ყოფილიყო ღმერთზე დამოკიდებული ყველაზე საუკეთესო თავისუფლება თქვი რა არის ყველაზე საუკეთესო თავისუფლება ეს არის იესოს უღელქვეშ ყოფნა გესმით მოდითო ჩემთან ჩემი უღელი აიღეთ იმიტომ რომ მაინც უღელი გელოდება და მხოლოდ იესოს უღელია ყველაზე თავისუფალი ყველაზე სასიამოვნო ყველაზე მსუბუქი მჩატე ამენ ყველაზე საუკეთესო თავისუფლება იესოს უღელქვეშ ყოფნა ამენ ყველაზე უკეთესი დამოუკიდებლობა ყველაზე უკეთესი დამოუკიდებლობა არის ღმერთზე დამოკიდებულება ჰალელუია კიდე დამოუკიდებელი იყო გახდი დამოკიდებული ღმერთზე კიდე თავისუფალი იყო იყავი იესოს უღელში ეს არის ჭეშმარიტება ძვირფასებო როდის წავიდა სოლომონის საქმეები უარესობისკენ ყველაფერი კარგად მიდიოდა იმის გამო ღმერთმა უთხრა რომ არ მთხოვე სიმდიდრე და სიცოცხლე ღმერთელობა სიბრძნე მთხოვეო ყველაფერს მოგცემ ამასაც მოგცემ და ყველაზე ბრძენი კაცი იქნებიო და როდის გავიდა ამ ბრძენი კაცის საქმეები უკან და უკან როდის დაეშვა ქვემოთ როდის დაეწყო დეგრადირება მაშინ როდესაც ძალაუფლების გავლენის მისი სიბრძნის სიმდიდრის სენით დაინფიცირდა თავში აუვარდა რამაც გახადა თავისუფალი მაგრამ დამოკიდებული არა ღმერთზე ამენ რამაც გახადა კომპრომისული ძვირფასებო მოიყვანა ესე ვთქვათ არასწორ უღელში შეყო თავი და იძულებული გახდა რომ წასულიყო კომპრომისზე ყველას გული მოეგო გახდა ურჩი და თავნება ღმერთი გვაფრთხილებს რომ რაც გვაქვს არაფერზე არ გავხდეთ დამოკიდებული ადამიანს არაფერი არ აქვს იწყებს რომ არის ღმერთზე დამოკიდებული რაღაცას თხოვს უფალს ღმერთი აძლევს და მე ამ ყველაფერზე რაც ღმერთმა მისცა მას ხდება მასზე დამოკიდებული ქონებაზე ავლადიდებაზე გესმით მანქნებზე, სახლებზე, სიმდიდრეზე
და ხდება ჩანაცვლება ღმერთის. მაშინ როდესაც კონდეს უნდა და ღმერთ შეუძლია რომ მოგცეს და უნდა რომ კონდეს ღმერთს, მაგრამ უნდა გააგრძელო იყო ღმერთზე დამოკიდებული. გებულობ ჩემო მეგობრებო. ღმერთი არ გვეუბნება ჩვენ რომ უნდა ვიყოთ რაღაც თქვა დაჩა ჩანაკებული. ღმერთი გვეუბნება არ გავხდეთ არაფერზე და არავისზე დამოკიდებული. გესმით? ის რაც მე ღმერთზე დამოკიდებულებას ჩამომაშორებს, არ უნდა გავხდე მასზე დამოკიდებული. თუნდაც ეს იყოს მთავრობა, თუნდაც ეს იყოს უფროსი სამსახურში, თუნდაც იყოს ოჯახი, შვილი, მეუღლე, მშობელი და ასე შემდეგ. შეხედე არის სწორად შენი დამოკიდებულება ღმერთზე. მაშინ იმუშავე ყველასთან. თუ ვინმე ეცდება რომ დააკნინოს დამოკიდებულება შენი ღმერთისადმი, უკვე ავტომატურად ხდები ეშმაკზე დამოკიდებული. აი ამ ხალხის მეშვეობით უფალმა თქვა, ყველაზე დიდი მტერი ადამიანის შინაურიაო. რატომ? მას იყენებს უფალი რომ აღარ იყო დამოკიდებული ღმერთზე. შეიძლება არც უნდა და არც ესმის რას გიკეთებს. გესმის? იმიტომ უფალმა თქვა, ჩემი დედა მიჩვეულია ხალხი ასე იგინებიან, არ ვიგინები. იესომ თქვა, ჩემი და-ძმები. ისინი არიან ვინც აქ სხედან და ჩემი მამის ნებასურვილს ასრულებენ. ამენ. აი მხოლოდ ერთადერთი რა შემთხვევაში შეგიძლია ესე თამამად თქვა სიტყვა ჩემი დედა. ამენ. დედა შენი მოვიდა და და-ძმებიო. და იესო მოახდინა დემონსტრირება ძვირფასო. მე ვარ ღმერთზე დამოკიდებული და არავისზე როცა ღმერთთან ვარ, ის არის პირველი. ამენ. ამენ. ვინც მამა ჩემის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი მშობელი და ის არის ჩემი დედმამიშვილი. ამენ. ვინც არა, ის მტერია და იესომ გვითხრა ძვირფასო, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მათთან ნელ-ნელა ხდებით დამოკიდებული, მათზე. ბოლო დროს სწორედ შენი სახლის წევრი, ოჯახის წევრი, შვილი, მშობელი გაქცემს და მოგკლავს. იესო გვეუბნება და ფრთხილად იყავით. იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებს ეშმაკი რომ არ იყო ღმერთზე დამოკიდებული. თუ ხარ და თუ არ ხარ, დღეს უნდა გახდე, როგორც არასოდეს და აღარ უნდა შეცვალო შენი ვექტორი. იდება მას. თუ მოგვემატა გავლენა, ფული, რაღაც შევიძინეთ, სიბრძნე მოგვემატა, ცოდნა, საშუალებები, შემოსავალი, მაინც ეს ყველაფერი ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში გამომსყიდველი შენი სიცოცხლის, ვერ შეიძენ სიცოცხლეს. ამენ. ვერ გახდება დამოკიდებული. ჩვენ გვახსოვს ხომ იგავი ძვირფასებო კაცმა რო თქვა, მე მოსავალი ბევრი მაქვს უკვე. რა კარგი მოსავალი მივიღე წელს. ბევრი თხილი ასხია, ბევრი ციტრუსი ასხია. აღარ მყოფლის ეს ნალია კაცო. მოდი დავანგრევ. და უფრო ბევრს გავაკეთებ, ახალს ავაშენებ. და ამაღა მოგაკითხავსო მიქელ გაბრიელი. გახსოვთ? არა ძალიან არასასიამოვნო სიტყვა. რატომ ძვირფასებო? იმიტომ რომ შენ უკვე ამ ყველაფრის გამო აღარ ხარ დამოკიდებული ღმერთზე და ვიზეც ხარ დამოკიდებული, ის მტერია შენი, ის მოვიდა, მოგკლავს, მოგსპოს და გაგანადგუროს. და ამიტომ მოგაკითხავს. მოდით ნახოთ მუხლი საინტერესო ლუკას სახარებიდან. იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული. რატომ ხდი დამოკიდებულ შენს შემოსავალს სიმდიდრეზე, შენს ცხოვრებას, შენს მარადისობას სიმდიდრეზე და ფულზე? ვერ იყიდი ფულით. ყველაფერს იყიდი, მაგრამ ვერ იყიდი მარადისობას. გესმით? გამორიცხულია. ყველაზე მეტი ფული რო გქონდეს, ვიდრე ამ სოფლიოში აქვს ვინმეს. ვერ შეძლებ. იმიტომ სიხარბე ადამიანს აიძულებს უფრო მეტი რო გქონდეს. კიდე მინდა მეტი შევიძინო. როგორ წერია იქ გახსოვთ, რომ
ჭამოვსვა, მოვისვენო, ნეტარებაში ვიყო. გესმით? აი გეგმები. როგორც კი ღმერთზე აღარ ხარ დამოკიდებული, უფრო კარგად. მიხვდით? უფრო ლამაზად მოვაწყო ჩემი ტაბლა და ასე შემდეგ. ვიფასებო გთხოვთ რომ მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება. ვის შეუძლია თქვას რომ მე კმაყოფილი ვარ რაც მაქვს და მადლობა რაც მომცა უფალმა სხვასაც შემიძლია გაუნაწილო. იესო რას გვეუბნება ვიფასებო ორი გაქვს, მიეცი ვისაც არ აქვს. ამენ. აი გადახედე შენ ცხოვრებაში რა გაქვს ერთზე მეტი. იესოს სიტყვა რა არის იცი? შენ არ უნდა გქონდეს და ღირსი არ ახარ და ეს ცოდვა კი არ ამბობს და წეულება. მოსინჯე მიეცი სხვას. აი გადახედე რა გაქვს ბევრი, ვისაც არ აქვს. მოდით ნახოთ ერთი ძალიან კარგი მოსაზრება. ესეთი პასტორია ვენდენი, ის ამბობს რომ მე გეპატიჟებითო მუდმივად დაესწროთ მსახურებას ეკლესიაში. რომ ემსახუროთ სხვას. თუნდაც საკუთარი თანდასწრებით, წადით ეკლესიაში იმ განზრახვით რომ რაღაც გასცეთ და არა მიიღოთ. ანუ ღმერთი ამბობს ნუ გაქვს თვალი რაღაცა აიღო. პირიქით მიეცი სხვას. გესმის? უწილადეთ კეთილი უწყება მათ, ვისაც ეს სჭირდება, გასცე. გაცილებით უკეთესია, გაცილებით კეთილშობილური მიზანია, ვიდრე მიიღო. ამენ. იესო თქვა ნეტარია გამცემი. მოდით ნახოთ შემდეგი ცოტა იუმორისტული ილუსტრაცია. ნახეთ. აი მე რა სარგებელი მაქვს? კი რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ მე რა? და თუ მე არა მაქვს სარგებელი, თუ სხვისთვის უნდა დავიხარჯო, მაშინ არ მცალია კაცო საქმე მაქვს. ქვეყნის საქმე მაქვს სახში. გებულობთ? ვისზე ხარ დამოკიდებული გახსოვდეს. თუ ხარ ღმერთზე დამოკიდებული, არავითარ შემთხვევაში არ იქნები როგორც უკან ის პიროვნება, რომ რაღაც მიიღო. მეთანხმებით? ღმერთზე დამოკიდებული გამცემია. და იმას არასოდეს არ აკლდება, რასაც გასცემს, ემატება. უმრავლებს უფალი. ჰალელუია. იყავი გამცემი. შენი ხელფასი და კეთილდღეობა უნდა იყოს დამოკიდებული პატიოსნებაზე, კეთილსინდისიერებაზე. ამ ყველაფერმა არ უნდა გაგხადოს დამოუკიდებელი ღმერთისგან. ძალიან ბევრს ვიფასებო სამწუხაროდ ეკლესიებში ემართება ესე. რაღაცას იშოვიან ესე ვთქვათ და უკვე აღარ აქვს დრო ღმერთისთვის. რომ არ ქონდათ რამე იყვნენ ღმერთთან, ითხოვდნენ შეიძლება მუხლებზე, მაშინ იყვნენ დამოკიდებული ღმერთზე, მაგრამ აღარ არიან. და ეს სახიფათო საფეხურია. ძალიან. ჰალელუია. ადამიანს ჯერა თუ არა, ყველაფერი მაინც არის დამოკიდებული ძვირფასებო აი ამ ციკლზე, რაშიც ჩვენ ვართ მოთავსებული. გესმით? ჩვენ ვართ დამოკიდებული მაგალითად მიზიდულობის კანონზე. შეიძლება ვიღაცა თქვას არ მჯერავს ეს სისულელია, ფიზიკა რა შუაშია. მიდი მაშინ გადააბიჯე მეორე სართულიდან. იცი, არ ნიშნავს გჯერავს თუ არა და არ არის დამოკიდებული იმაზე, რაზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. გესმის ვიფასებო. არის რაღაც, რაც არ უნდა გააკეთო, მომწავლელია, რაც უნდა გააკეთო, სასარგებლოა. შენ გჯერავს თუ არა, ის მაინც ძალაშია. ამიტომ არის დამოკიდებულება. გებულობთ? რასაც უფალი ამბობს არ გააკეთო, შენთვის გეუბნება, იმიტომ რომ ეს მაინც ხდება. ჰალელუია. ჩვენ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რაც უფალმა დაუშვა ჩვენს ირგვლივ.
დიდება მას. შენობა დამოკიდებულია ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ყველაფერზე, კედელზე, სახურავზე, მაგრამ საძირკველზე. გესმით? სულ რომ კარგი ამინდი იყოს 200 წელი, არავინ არ გააკეთებდა ამდენ დანახარს. პირდაპირ ქვიშაზე აშენებდა. მიხდით? თუ რაიმე დაიშალა და დაინგრა შენ ცხოვრებაში, ყოფილა რაღაც დაგეგმე და არ შესრულდა, დაინგრა. თუ რაიმე დაიშალა ძვირფასებო. იცით? ესე იგი არ ყოფილა ეს ყველაფერი აშენებული კლდეზე და ყოფილა ქვიშაზე დაშენებული. რამე თუ დაიშალა შენ ცხოვრებაში, ესე იგი ქვიშაზე ქონია დაშენებული. და ჰალელუია ამისთვის. გიხსნა ღმერთმა. ამენ. კოცონი დამოკიდებულია შეშის ერთობლიობაზე, ძვირფასებო, ნახშირის ერთობლიობაზე, რომ გააცალკებო შეშა ბუხრიდან, ღუმელიდან, ჩაქრება ცეცხლი. ეგრეა? ეგრეა? რაც არ უნდა კარგი შეშა გქონდეს. ადრე ბეგების შეშას ეძახდნენ ყველაზე კარგ შეშას. რაც არ უნდა კარგი ის გქონდეს, რა ქვია, ნახშირი, რომ გააცალკებო, ჩაქრება. ცეცხლი დამოკიდებულია ერთობლიობაზე, ერთობაზე. ამენ? ცხებულება, რომ მოვიდეს შენ ცხოვრებაში და ეკლესიაში, ერთობაში უნდა იყო. და ამის წინააღმდეგია იშვაკი, იცის, რაც მოიტანს ერთობლიობა. გაკურთხებ შენ და შენ სახლს და ყველა დანარჩენს. ამიტომ არის დამოკიდებულება. მე ისე გავანთებ, რომ ერთად სულ არ იქნებია. გავადრო და ჩაქრება, მაგრამ ის რაც ერთად, მაგალითად ნახშირი. შეიძლება ღამით დატოვო და დილით კიდე იქნება გავარვარებული. ლამაზი, გაწითლებული ოქროსავით. რატომ? ერთობაში არიან. იმიტომ დამოკიდებულია ცეცხლი ერთობაზე. გესმით? ამიტომ მოგვათავსა უფალმა ერთად მის სხეულში. მაშინ იტყოდა ყველა თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, აკეთეთ რაც გინდა, მთავარია არ შეცოდოთო. ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით, უთხარი შენს გვერდით ვინც ის. ჩვენ ვლესავთ ერთმანეთს. ამენ. და აქ მოგვიწოდა ღმერთმა. აქ დაგვრგო და აქ უნდა ვიზარდოთ, აქ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი. ჰალელუია. იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ გამოვიღოთ ნაყოფი. თევზი დამოკიდებულია წყალზე. რომ თქვას თევზმა აღარ მინდა ეს წყალი რაც. გესმით? არიან ესეთი ქრისტიანები, აღარ უნდათ რაღაც. უკვე გაძღნენ. გესმით? როგორც იმ კაცმა თქვა, უკვე კარგად ვარ, ვეღარ ვეტევი ამაში. მოდი გავაკეთებ უფრო დიდს, რომ კარგად ვჭამოვსვა, შევიმოსო. აი თევზმა რო თქვას, უკვე კარგად ვარ. გავსუქთი. საკმარის დონეზე მაქვს ქოლესტერინი. კარგად ვიმოსები უკვე. აღარ მაყოფილებს ეს. რა მოუვა თევზს წყლის გარეშე? დაიღუპება. ვერ გაძლევს თევზი წყლის გარეშე. თევზი დამოკიდებულია წყალზე. მეცა თევზი რომ წავიდეს და მიატოვოს ეს წყლები, წყალი დაშრება? გაქრება წყალი. წყალი არ არის თევზზე დამოკიდებული, თევზია წყალზე. ამენ? ეთანხმებით? ფესვი მიწაზეა დამოკიდებული. რომ ამოიღო ფესვი მიწიდან და დატოვო ესე, ჩამოკიდო. მოკვდება მიწა და გაქრება? ფესვი გახმება. გებულობ ძვირფასებო. უნდა იცოდე რომ შენ ვიზზე ხარ დამოკიდებული და ხარ ღმერთზე დამოკიდებული. ღმერთს არაფერი არ მოუვა შენს გარშე, სადაც გინდა იქ წადი და იქ იარე. მაგრამ თუ იცხოვრებ ისე რომ ხარ დამოკიდებული ყოველ წუთში ღმერთზე, მაშინ შენი კეთილდღეობა გაიზრდება უფალში. ამენ. უფალში იქნები კურთხეული და არა შენი ოფლით კურთხეული. უნდა იცოდე რას ნიშნავს რომ რასზე და ვიზზე ხარ დამოკიდებული. სიკვდილ სიცოცხლე. ვის უნდა სიკვდილი? არავინ არ აწევს ხელს. ვის უნდა სიცოცხლე? ყველას. იცი რაზე არის შენი სიკვდილი და სიცოცხლე დამოკიდებული? ენაზე. ალო, ისმის? მითხარით რომ გესმით?
თქვი ენაზეა დამოკიდებული ჩემი სიკვდილი და სიცოცხლე. ამენ. შენი სიცოცხლე და შენი სიკვდილი შენს ენაზეა დამოკიდებული. აი რას ნიშნავს დამოკიდებულება ძვირფასო? მიაქციეთ ყურადღება და დაიხსოვეთ, გთხოვთ. ადამიანი დამოკიდებულია ღმერთზე. ამენ. თუ იმაზე რა დაგეგმა. მოდი ძალიან საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ იაკობის წერილებიდან. 14-ის მე-13-მე-17. ახლა თქვენ ვინც ამბობ დღეს თუ ხვალ ავად ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ, მოვიგებთ, ვის უნდა რომ ვაჭრობს მოიგოს. წაგება ვის უნდა? არავის. იცი შენი მოგება ღმერთია დამოკიდებული, არა იმაზე რამდენად ძლიერი ვაჭარი და ბიზნესმენი ხარ. თუმცა ის კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო. თქვენ კი ამ პარტავნობაში ტრაბახობთ, ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა. ამას ვიზამ, იმას ვიზამ, წავალ. გესმენ? ტრაბახი ამ პარტავნობა თუ ესე ამბობ. აქ თითი დამიქნიეს წავალ აქედან. გესმენ? არ მომეწონა. ანდა მოვალ, იმიტომ რომ მომეფერე. შეწყვიტე ტრაბახი და გეგმების მოწყობა შენ ცხოვრებაზე. იმიტომ შენ ცხოვრება ორთქლია. არის? აი გადახედე აბა. რამალი გაფრინდა დრო და რამ ხელა ხარ უკვე. ორთქლზე საშინელება. და არის როდის გაქრება ეს ორთქლი. შენ ვერ შეძლებ უყარავლო ორთქლს. გესმეს? ის წამებში ქრება. ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სწოდავს. დღეს უნდა გააკეთო ეს. ამენ? შენ იცი რა უნდა გააკეთო. უნდა გახდე დამოკიდებული ღმერთზე. მას დიდება ძვირფასებო. ღმერთზე დამოკიდებულება პირდაპირ პროპორციულია იესოზე, ბიბლიაზე დამოკიდებულებაზე. გესმით? როგორი დამოკიდებულება გაქვს ბიბლიასთან, იგივე ღმერთთან. ღმერთთან დამოკიდებულება შენდება მორჩილებით, შესრულებით სიტყვის მოყვასზე დახმარებით, ცუდი საზოგადოების მიტოვებით. ამენ. ყრუნის კეთილს ნეჩვევას ცუდი საზოგადოება. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია ძვირფასებო. გახსოვთ ხო აარონი და ხური როგორ უჭერს მოსეს ხელს? და მოსე კი არ იმარჯვებდა მხოლოდ აქ, თვითონაც არ მარცხდებოდნენ და რჩებოდნენ ცოცხალი. თუ შენ ვინმე სხვას უჭერ ხელს, შენს გამარჯვებული ხარ და არ დამარცხდები. ამიტომ ამით ხარ ღმერთზე დამოკიდებული. ამენ. ვის უჭერ ხელს? ვის უჭერ ხელს? ვის უჭერ მხარს? ვის უსმენ? ამიტომ ღმერთზე დამოკიდებული ცუც არ იტყვის მოყვასე, როგორც ამასინაც წავიკითხეთ, ხო? ვინავა უფლის მთაზე, წმინდა მთაზე. ზურგს უკან ვინც არაფერს არ ლაპარაკობს, ვინც არ ჭორიკნობს და ცილის წამებობს. არამედ სხვას ხელს უჭერს. სუსტია, უფრო უნდა დაუჭირო ხელი. იმიტომ ეს შენი გამარჯვება. მისი დამარცხება, შენი დამარცხება. ნიშნიანიძეს აქვს ესეთი სტროფი, ხო, გათითო კაცება გვაუხვერთიალებსო. ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ და ჩემი გამარჯვებით ვერ დამარცხდებიო. გესმით ძვირფასებო? მოძებნე ვინმე და დაუჭირე ხელი. ერთ-ერთი მხრიდან მეორე მხრიდან. ძვირფასებო, დაიმახსოვრეთ, ღმერთმა მოგვათავსა გარემოში, სადაც შენი ჩათვლით არავინ არ არის სრულყოფილი. ამენ. ამიტომ დაუჭირე ხელი სხვას. მე ხელს ვუჭერ, ესე იგი მაგარი ვარ, არა. შენ ვიღაც გიჭერს ხელს და იმიტომ ხარ ვინც ხარ და რაც ხარ და პირველ რიგში უფალია. ამენ. უფალს ყველა დაუჭერს ხელს და უარს არ ეტყვის, მაგრამ თუ შენ მოყვას არ უჭერ ხელს, ესე იგი უფალს უგულებელ ხო და გაითვალისწინე
დაიმახსოვრეს. ეკლესიასთან ძალიან საინტერესო რაღაცას გვეუბნება ძვირფასება, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევაზეო. მაგრამ უფალი გვეუბნება, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფერს უშვებს ღმერთი. ამიტომ ისწავლე, რომ გახდე დამოკიდებული ღმერთზე. ძვირფასებო, აბრაამი გახდა დამოკიდებული ღმერთზე. იმ დონეზე, რომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა უფალმა მის ცხოვრებაში, იოსები გახდა დამოკიდებული. კარგია დამოკიდებული იყო და თავისუფალი იყო, როცა კარგად ხარ, მაგრამ ციხეშიც დამოკიდებული იყო ღმერთზე და არა იმ პირობებზე. დანიელი იყო დამოკიდებული ლოცვებზე. ის ლოცულობდა მაინც მუქარის მიუხედავად. დღეს ყველაზე დიდი ლომი იცი რა არის? რაც დროს გართმევს, რომ არ ელოცო. ეს შენი პატარა ყუთი ჯიბეში რო გაქვს. სამი ძმები გურულები ცეცხლში წავიდნენ. აი დამოკიდებულება ღმერთზე. არ მაინტერესებს, ღმერთზე ვარ დამოკიდებული და მოახდინა ღმერთმა დემონსტრირება თავისი ძალის. ამენ. თუ შენ იქნები დამოკიდებული მიუხედავად მდგომარეობებისა, ღმერთი შენთან იქნება. ბოლომდე. თქვი ბოლომდე. ჰალელუია. ნუ ხარ დამოკიდებული იმაზე, თუ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, ეხლა რასაც გეტყვით. თუ რა დაგპირდა ღმერთმა. და ღმერთმა დაგვპირდა, რომ სახელი სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, ხო? ყველაფერი კარგად იქნება, სახლს მიმზადებს იქ და სამოთხეში მოხვდები. მაგრამ ეს პირობაა ძვირფასებო. ნაწილი პირობის შენ უნდა შეასრულო და იმაზე გახდი დამოკიდებული. ამენ. ხალხი არის დამოკიდებული იმაზე, ღმერთმა რა დაპირდა მათ და არ არიან დამოკიდებული იმაზე, თუ რას გთხოვს ღმერთი. რას გთხოვს ღმერთი? გთხოვს დამდაბლებას, გთხოვს მორჩილებას, გთხოვს ანგარიშვალდებულებას, ერთგულებას გთხოვს, უბრალოებას გთხოვს ღმერთი, სიტყვის შესრულებას გთხოვს. ამაზე რატო არ ახარ დამოკიდებული, თუ რას გთხოვს ღმერთი? რის გამო რა უნდა გააკეთო? სვერპლიანობას გთხოვს ღმერთი, ხელგაშლილობას, სტუმარს მოყვარეობას გთხოვს. ჰალელუია. სხვას რო ხელი დაუჭირო და გაუნაწილო რაღაცეები გთხოვს. რატომ არის რომ ესეთი სტატისტიკური მონაცემია რა. ადამიანს თუ ტელეფონი დარჩება, ბრუნდება სახლში, რაც არ უნდა შორს იყოს წასული. მაგრამ ბიბლიისთვის არ დაბრუნდება. რატომ არის რომ როგორც კი იგვიძებს, ლამის ბავშვი, ჩვილი, თვალს რო ახელს, ხო, ნამუ უნდა. აი მის ნაცვლად ტელეფონში მიძვრება. დამოკიდებული ხდები, ხო? როგორც ნარკომანი. არ შეუძლია მის გარეშე ლომკებშია. ისე რას ელოდება ღმერთი? როდის გახდები მასზე დამოკიდებული? მე ლომკებში ვარ. როდის წავიკითხავ ბიბლიას? გინდა? ჰალელუია. ვინც გაიღვიძა მითხარით ამენ. ჰალელუია. აი მე ლომკები მემართება თუ არ ვილოცე. ლომკებში ვარ ეკლესიაში თუ არ მივედი. ლომკებში ვარ თუ ჩემს დას და ძმას არ შევხვდი. მას თუ ხელი არ დაუჭირე. წარმატება დავითის მიუხედავად იმისა, რომ მინუსები ჰქონდა. რაში იყო ძვირფასებო, მოდით ნახოთ ეს მოსაზრება მისი. დერეკ პრინსი ამბობს. დავითის წარმატების საიდუმლო. შესაძლებელია, რომ ისეთივე მქონდეს მონდომება, როგორც მას. და საიდუმლო დავითის არის ძალიან უბრალო. უფალი ჩემი მწყემსია. ამენ. ეს არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი დავითის დარწმუნებულობის. ეს აღიარება არა დოქტრინა, არამედ დამოკიდებულება
პირადი ახლო დამოკიდებულება უფალთან. გებულობთ? უფალი ჩემი მწყებსია. მე დამოკიდებული ვარ მწყებს ეს ვიფასებო. ნახეთ. ძალიან ძლიერი 100 ცხვარი. ისე რომ დაგეჯახოს გადახტეს ხერხემალში. წარმოგიდგენია? და აი ამ 100 ცხვარს დაეწია ერთი მგელი. დაიცავენ ისინი ერთმანეთს? ვერა. სად მიდის ეს ძალა მათი? ერთადერთი ხსნა წყემშია ძვირფასებო. გესმეთ? უფალმა იმიტომ მოგვათავსა ეკლესიაში. გებულობთ? იესოა ჩვენი მწყებს თავარი. ამენ. და მან გვითხრა რომ აქ ისწავლეთ ეს ერთობა. არ არსებობს შენი რაც არ უნდა მოიპოვო და რასაც არ უნდა მიაღწიო. გარღვევა პრობლემებში იესოს გარეშე. დღეს თუ არა ხვალე, ჯერ დაგიმონებს. თვალებს დახრის როგორც სამსონს, ორკილებს დაგადებს და გამოგიყენებს მასხრად აგიგდებს. მოგცემს და მერე გაგამასხარავებს. ეს არის ეშმაკის პრინციპი. გაქირდვა, ქირდათ აღება. ამას ამ კუთხეში ესე ამბობენ, ქირდათ აიღო. გაქირდვა ეს. ჰალელუია. ეს არის ეშმაკის პრინციპი. ამიტომ არავინ არ აიგდო ქირდათ. ამენ. არავინ, ვინც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ცოტა რომ ემატება ადამიანს რაღაცეები აქა იწყებს სხვის გაქირდვას, სხვის ქირდათ აღებას. ზემოდაყურებას. ესეც გაქირდვაა. ალო! ხართ კავშირზე. შეხედე დამოკიდებულება რას აკეთებს და რას უკეთებს ადამიანს. კარგით, მოდით ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ ძვირფასებო. ჰალელუია. აი ნარკომანი მის გარეშე გონია რომ მოკვდება. ცოტა თუ არ დალიოს მოკვდება. ძალიან ბევრი ამ სტრესის გამო კვდება, იმიტომ რომ პატარა რაღაც ვერ დალია. ფსიქოლოგიური მომენტია. ესე უნდა გახდე დამოკიდებული ღმერთზე. აი თუ არ წავიკითხე, ვერ გავალ სახლიდან, არ შემიძლია. თუ დახვდები, შეიძლება მოვკვდე, თუ არ ვილოცე, თუ არ ვიყავი მივალ უფალთან, ვერ შევძლებ რის მიტოვება საკრებულოს. მე რომ რაღაცა მჭირს და არ ვარ კარგად. ცივა, ანდამცხავს. ეს არის დამოკიდებულება და არსი დამოკიდებულების ვიფასებო. გებულობთ რამეს? ხვდებით რაზე მაქვს საუბარი. სად მივდივართ, ხო მომყვებით. ჰალელუია. დიდება მას. დაბადების 22 თავში. გინდა დამოკიდებულება ისწავლო ღმერთთან? გინდა? აღთქმა დადე ღმერთთან. აღთქმა მოგეხმარება რომ გახდე დამოკიდებული ღმერთზე და აღთქმით, დაცვით ამ აღთქმის, ღმერთი ხდება დამოკიდებული შენზე. სასაუცრებაა. ნახეთ, უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი, ღვთისსახლი, ბეთელი ღვთისსახლს ნიშნავს. მანამდე კი ლუზი ერქვა ამ ქალაქს, დადო იაკობმა აღთქვა და თქვა, თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს. ნახეთ, მომცემს პურს და სამოს შესამოსლად. ნახეთ, აღთქმა რას ნიშნავს? ღმერთო მომცემ? შენ ახს მომცემ. ეს არის აღთქმა. აღთქმა ნიშნავს, რომ დასაწყისში არ გაქვს, ზოგს ეშინია, რო არ მაქვს, როგორ დავდო აღთქმა. ვერც უნდა უთხრა, ღმერთო მომეცი რომ მოგცე. ამენ? ანუ ღმერთი ამბობს, მოგცემ, გინდა, დამებრუნებ. და ესე ხდება, დადე აღთქმა, რომ დამოკიდებული გახდე ღმერთზე და ღმერთი გახადო შენზე დამოკიდებული. თანამშრომელი გახადო. გესმეს? თანამონაწილე. ეწილე. და მშვიდობით დამაბრუნებ მამა ჩემის სახლში. გინდა მამა შენი სახლში დაბრუნდე იქ. ჰალელუია, აღთქმა დადე ღმერთთან. შეუძლებელია ამის გარეშე. მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი და ეს ქვა, რომელიც აღმართეს ვეტად, ხის სახლი იქნება. სანამ იმ სახლში დაბრუნდები, ეს უნდა იყოს შენი სახლი. ამენ. ეკლესია, ბეთელი, ღმერთის სახლი, სამლოცველო სახლი. ამენ. და მე ნახე, ყველაფრისგან რასაც მომცემ მე 1000 ჯერ მოგიწვნე. თვითფასებო, არ ვიცი დღეს ხალხი უკვე არეულდარეულია ამასთან დაკავშირებით. მე-10 დიდი არის უმნიშვნელოვანესი კავშირი, რაც მიგაბამს ღმერთთან. ამენ.
არ შეეხო. ძალით არ გართმევს ღმერთი. შენით გადაწყვიტეს. ეს აღთქმის ნაწილია. ეს არ არის მე მჯერავს, არ მჯერავს, მწამს, არ მწამს, მაშინ იყო, ეხლა არ არის, იქნება. დაანებე ამას თავი. არ მაინტერესებს. საერთოდ რომ არ იყოს ნახსენები ახალ აღთქმაში. მე აღთქმა დავდე იაკობთან. იაკობივით, ღმერთთან, რომ ვიქნები მიბმული ამის მეშვეობით. ამენ. ამენ ძვირფასებო. მე პირადი აღთქმა მაქვს ღმერთთან. ჰალელუია. იმიტომ რომ ეს მე მომცემ საჭმელს და სასმელს და მამის აღთან მიმიყვანს. ეს მე მომცემ საშუალებას რომ ვითანამშრომლო უფალთან. გესმით? და ეს დამოკიდებულს გახდის ღმერთსაც ჩემზე. ჩვენ თანამშრომლები ვართ. ამენ. ჰალელუია. აი რატომ იკურთხა ძვირფასებო ის? იმიტომ რომ იქ სადაც შეუთანხმდა ღმერთს და უთხრა რომ თუ მპირდები მე პირობის შემსრულებელი ვარო, გამოფიტული იყო ყველაფერი და არაფერი არ იყო. არ არის საჭირო სადაც წახვიდე რომ რაღაც მოიპოვო. ამ გამოფიტულ მიწაზე გაკურთხეს ღმერთი თუ აღთქმას და დედმასთან, რომ ის ღმერთია. და არ არის ღმერთი დამოკიდებული რაღაცეებზე. ის ყოვლისშემძლეა. ჰალელუია ჩვენს ღმერთს. ამენ. ჰალელუია ჩვენს ღმერთს. ძვირფასებო, მომკა დამოკიდებულია თესვაზე. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ამენ. რასაც არ დათესავ, ვერ მოიმკი. პამიდორს ვერ მოიმკი თუ კარტოფილს და პრას თესავ. რაც გინდა ის დათესე. ამენ. ამიტომ უნდა თესო კმაყოფილება და მადლიერება. ძვირფასებო, რას მოიმკიდა იობი რომ ეწუწუნა? ქონდა საწუწუნო? არის მსგავსი შენი საწუწუნო იობის საწუწუნოსთან? იგივე დღეში ხარ? რომ ჩამოხტირის ხანდახან ცხვირპირი? იმის გამო, რომ მაინც არ აღმართა თავისი სიტყვა ღმერთის წინააღმდეგ. ღმერთმა გაუორმა გადააკურთხა. ამენ. ღმერთმა უფრო მეტი მიცა. ამიტომ თესე კმაყოფილება და მადლიერება. თესე კმაყოფილება და მადლიერება. ამენ. თესე სიხარული, სიმშვიდე. სიყვარული თესე. არა ბუზღუნი და წუწუნი. და კურთხევას მოიმკი. დავითმა გაიგო ეს ყველაფერი ძვირფასებო. მე ძალიან მომწონს ეს ილუსტრაცია, მოდით ნახოთ და უკვე დავამთავრებ. როცა ღმერთს უნდა რომ წამოქციოს, ის გოლიათს მისცემს საშუალებას და უფლებას რომ მოვიდეს შეცხოვრებაში. ამენ. რატო გავიდა ესე გაბედულად დავითი გოლიათთან ძვირფასებო, იცით? მის ძალაზე და მის იმაზე იყო დამოკიდებული პრაში რა ქვია რომ ესროლა. შურდულზე? რაზე იყო დავითი დამოკიდებული? ღმერთზე იყო დამოკიდებული. ამიტომ როცა მე ღმერთზე ვარ დამოკიდებული, არ მაინტერესებს როგორი და რამდენი გოლიათი მოდის ჩემს წინააღმდეგ. გებულობთ მეგობრებო. უნდა მოვიდეს გოლიათები შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს შენს გასაძლიერებლად და წამოსაწევად არის. ამენ. რომ შენ გამოცდა ჩააბარო. მისი ინსტრუმენტი კი არ გამოიყენო გოლიათის. რა არის გოლიათის ინსტრუმენტი? ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ხირდათაღება, დამცირება. რა არის ღმერთზე დამოკიდებული ინსტრუმენტი? ღმერთის სახელით მოვდივარ შენს წინააღმდეგ. არა შენი ინსტრუმენტი. მაგრამ რაში გამოიყენა დავითმა მისი ინსტრუმენტი? მისი ინსტრუმენტით თავი მოჩრა. ჰალელუია! დიდება ჩვენს ღმერთს. ამენ. ხება მას. ხება მიუძღვენი უფალს. და ნახეთ რას ამბობს ძვირფასებო ფსალმუნი და ვამთავრებ ამით. ვინ არის ჩემთვის ზეცაში? შენს გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე. და ზოგი თარგმანი რას ამბობს იცი? თუ ჩემთან არ ხარ, არაფერი არ მინდა ამ დედამიწაზე. თუ ჩემთან არ ხარ, ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს? ვინ უნდა იყოს დედამიწაზე, რომ მე შემეცვალოს აზრი, რომ შენზე არ ვიყო დამოკიდებული? ვინ არის ჩემთვის ზეცაში?
გესმით? თუ ჩემთან არ ხარ უფალო, ჩემთან თუ არ ხარ, არაფერი არ მინდა. ნახეთ, შეგიძლია უარი თქვა ყველაფერზე? რასაც მთელი ცხოვრება შეალიე? მაინც ვერ წაიღებ იქეთ. მაინც ტოვებ. არ დაკარგო ღმერთი. ნუ ხდები დამოკიდებული ამ ყველაფერზე. და ყველამ, ვინც რაღაცეებზე და ვიღაცეებზე აღარ არის დამოკიდებული და არის ღმერთზე დამოკიდებული, თქვას ამენ ჩვენს უფალს ვიფოცებო. ჰალელუია. მოდით წამოვიდეთ.